გამარჯობათ. ერთ-ერთი ხშირი შეკითხვა, რაც ახალი წლის წინ, გადატვირთვების წინ ებოდებათ არის შემდეგი. აზრი აქვს თუ არა რაიმე ანალიზების და სხვა გამოკვლევების ჩატარებას ლოთაობის წინ, იმ მიზნით რომ დავადგინოთ ამ გადატვირთვებს ამდენ ჭამასმას გაუძლებთ თუ არა. ეხლა კვლევა და ანალიზი არ არის წამალი. მათი ჩატარება არაფერს არ დააშავებს. უბრალოდ თუ 35 წლამდე ახალგაზრდა ხართ და ჯანმრთელი და არანაირი ჩივილი არ გაქვთ, ანალიზები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ ამას და მერე რა. ჯიბის დაცარიელების გარდა ეს არაფერს არ მოგცემთ. ხლა რაც შეეხება უფრო საზაკს, აქ საქმე უფრო სხვაგვარად არის. თუ ანალიზების ჩატარების სურვილი გაგიჩნდათ, ან მთლად ფორმაში ვერ ბრძანდებით, ან ეჭვი გეპარებათ, რომ ფორმაში ვერ ხართ. ამიტომ ჯობია რომ ეს ანალიზები გაკეთდეს ელემენტარულად სტრესის მოსახსნელად მაინც. მის შედეგებს ფსიქოლოგიური ზემოქმედება შეუძლიათ, თუ შედეგები კარგი იქნა, ამით რა თქმა უნდა სტრესი გეხსნებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზედმეტები უნდა დალიოთ, ბოლო ჭიქა არასოდეს არ არის დასალევი. ხოლო თუ პრობლემები აღმოჩნდა, მაშინ თქვენ უკვე ფსიქოლოგიურად გიადვილდებათ ზედმეტ დალევაზე და ჭამაზე უარის თქმა. გამოკვლევების სტრატეგია უნდა იყოს გულთან, თირკმელებთან და ღვიძლთან დაკავშირებული კვლევები. კვლევა ბევრნაირი არსებობს. უბრალოდ მე მოვიყვან სამ სხვადასხვა მოცულობას ანალიზებისა, რომელიც გართულების პროგნოზირებას და პრევენციას მოახდენს. პირველი მინიმალური ყველაზე აუცილებელი პაკეტი შემდეგნაირად გამოიყურება. რა თქმა უნდა, სისხლისა და შარდის საერთო ანალიზები. შემდეგ ღვიძლის ტრანსამინაზები, ALT, AST, გამაჟეტე, ალანინ ამინოტრანსფერაზა, ასპარტატ ამინოტრანსფერაზა, გამაგლუტამინ ტრანსფერაზა. ესენი ღვიძლის ფუნქციები გახლავთ და ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ თირკმლის ფუნქციები, შარდოვანა და კრეატინინი და რა თქმა უნდა გლუკოზა. ეს პაკეტი გვეუბნება, შეუძლია თუ არა ღვიძლს და თირკმელს გაუძლოს გადატვირთვას და თუ აქ რაიმე მომატებულია, სასურველია ალკოჰოლის მიღების ლიმიტირება. შეგვიძლია საშუალო პაკეტი 40-45 წელს ზემოთ პიროვნებებისათვის დამატებით სასურველია გაკეთდეს ლიპიდური ცვლა. ასეთ ასაკში იწყება ხშირად წონის მატება და ლიპიდური ცვლა, საერთო ქოლესტერინი, დაბალი და მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინები, ტრიგლიცერიდები საინტერესოა. ასევე ელექტროლიტები, ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი და ქლორი. შემდეგ EKG, იგივე ელექტროკარდიოგრაფია და D ვიტამინი, რომელიც ზამთრის პერიოდში ყველას შემცირებული აქვს. გარდა ამისა, პანკრეასის ფუნქციები, ამილაზა და ლიპაზა. თუ მაქსიმალურად გინდათ გამოკვლევების ჩატარება და საერთოდ ქრონიკული პრობლემებიანი ბრძანდებით, სრული დიაგნოსტიკისათვის გულის, თირკმლის და ღვიძლის დამატებით კიდევ საჭირო იქნება. პირველ რიგში ეს არის, ესე იგი, ყველა რაც ჩამოვთვალე ამის დამატებით TSH და FRT4, ფარისებრის ჰორმონები. შემდეგ CRP, იგივე C-რეაქტიული ცილა. ეს არის ანთების მაღალი მგრძნობელობის მარკერი. ფერიტინი, რკინის მარაგის შეფასება, B12 ვიტამინი, გლუკოზა ტოლერანტობის ტესტი, ან გლიკოზირებული ჰემოგლობინი. ღვიძლის სრული პანელი, უკვე ჩამოთვლილ ანალიზებს რო დავამატოთ ბილირუბინი პირდაპირ და საერთო და ცილები, საერთო ცილა და ალბუმინი. გარდა ამისა, ინსტრუმენტალური გამოკვლევები და მუცლის ღრუს, ესე იგი, ეკოსკოპია და თუ წნევა გაწუხებთ და ასაკი 45 წელზევით არის, გულის ეკოსკოპია, ეკოკარდიოგრაფია. ეს უკვე არის
სრულფასოვანი ჯანმრთელობის შემოწმება, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ აი 360 გრადუსიან ხედს გაძლევთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ძალიან ბევრი არასასიამოვნო სიტუაციის და გართულების პროფილაქტიკა გახლავთ. შედეგების ინტერპრეტაციისათვის, რა თქმა უნდა, სასურველია ექიმს მიმართოთ, ეს დისტანციურად და YouTube-ზე, რა თქმა უნდა, არ ხდება. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.